შენ ის არ გადაგიტანია, რაც მე გადავიტანე მელიხა. გასაგებია? მე ყველაფერი დავკარგე. შვილი დავკარგე. შვილი. ჩემი ფაშა. ჩემი რძალი. ჩემი სახლი, რაიონი, ჩემი კერა. ჩემი ჭერი. ჩემი ჩუქური. ყველაფერი დავკარგე. გამანადგურეს მელიხა. გამანადგურეს. მე ის კაცი აღარ ვარ, რომელსაც ადრე იცნობდი, გასაგებია? ეგე? მე მისი აჭრდილი ვარ. აჭრდილი რომ იყო? ხელით ვერ შეგეხებოდი, ბატონო იდრის. შენ აქ ხარ. ცოცხალი და უნებელი. რისხანებით სავსე. თვალები ბოროტებით გიელავს. გეყოფა ემოციების შეკავება. გეყოფა საკუთარი თავის მოტყუება და შებრალება. ამ სახლში აღარ მოხვიდე. რა ხდება ძმაო? დაიკუზე მეტად. ვიღაც მოდის, დაიკუზე. გამარჯობა მეგობრებო. მომისმინეთ, ეს ბიჭი ისედაც გაგიჟდა. ის მაინც ვეღარაფერს გაუძლებს, ამიტომ დაუშვით იარაღი. სამივე მერდროულად დადეთ მაგიდაზე. ჩვენ სალაპარაკოდ მოვედით. ნუ ჯიუტობ, დაუშვით იარაღი. კარგი მეგობარო, ახლა როგორ მოვიქცეთ? ვინმე სადმე თუ წავასწრებთ, მაშინვე მოვკლათ? არა, მაქსუნ, არა. ცოტა დრო კიდევ მივცეთ. როცა ერთად იქნებიან, ყველას დავხოცავთ. კარგი, ყველა ერთად დავხოცოთ. მაგრამ როგორ უნდა შევკრიბოთ? ქორწილში დავპატიჟოთ? იმის თქმა მინდა, რომ სათითაოდ ხომ არ მივაკითხავთ სახლში. უპასუხე ტელეფონს, უპასუხე. ისეთი არაფერია. კარგი, კიდევ რამე დავალება გაქვს? რა იყო? ბიჭებს სადმე წავიყვან, გავერთობით. მოტივაციისთვის შეკრება კარგია. ჯერ ადრეა. ცოტა ხნის წინ დაისაჯრენ, ჯერლობები არ მოშუშებიათ. ჯერ ჯოხებიც კი არ გამშრალა. დაფიქრდნენ, თავიანთ შეცდომებს მიხვდნენ. მოგვიანებით იყოს, მოგვიანებით. კარგი, წადი ტელეფონს უპასუხე. კარგი. ქალების მუსუსი. გისმენ მუსი. გოგო დიდხანს არ ჩანდა. გუშინ საღამოს პანჯარაში შუქი დავინახე. დაველოდე, ნაშუა დღეს გავიდნენ. ახლა დაბრუნდნენ. იამაჩიც მათთან ერთადაა. სახლში შედიან მაქსუნ. კარგი, მანდედან ფეხი არ მოიცვალა, ოღონდ არავინ შეგნიშნოს. ეს საკმარისი იქნება. კარგი. ესე იგი, არ იცით, სად არის თქვენი ძმა, ასეა?
არ ვიცი ძმაო. Bilmiyoruz abi. ბიჭო, თქვენი ხალხთან ჩაგვიშვით. სანაცვლოდ გასამრჯელო არ აიღეთ? მოგვეცით ის თანხა, რაც აიღეთ და გადაარჩინეთ თქვენი ძმა. Güzel abi. კარგი ძმაო, მოგცემთ. Verelim de. მზად ვართ ამისთვის. Abimiz მაგრამ არ bir გვაქვს. şey yatırmıştı o parayı. ჩვენმა ძმამ ის ფული საქმეში ჩადო. ანუ ფული რომ გქონოდათ, მზად იქნებოდით დაგებრუნებინათ და თქვენი ძმა გადაგერჩინათ? Tabii რა kurtarırız. თქმა უნდა გადავარჩენდით ძმაო. ასე ძალიან გიყვართ თქვენი ძმა. Biz ekmeğimizi მასთან ლუკმაპურსაც კი ვიღობთ ძმაო. ლუკმაპურსაც რომ არ იყოფდეთ, მაინც უნდა გიყვარდეთ. მე გადავარჩენ თქვენს ძმას. გადავარჩენ, მაგრამ სანაცვლოდ ჩემთვის რაღაცას გააკეთებთ. Abi tamam da. კარგი ძმაო, მაგრამ მამისთვის ბევრი ფული არ იქნება საჭირო. გამოსასყიდის გადახდა. ოქროთი არ შეიძლება? ძმაო, გამარჯობა. გმადლობ. მეგობარო, მუნჯაჰიდი უკვე წავიდა. ბოლო შენთან ერთად ნახე, მე აღარ შემოსულა. გეყოფა ემოციების შეკავება, საკუთარი თავის მოტყუება და შებრალება. ამ სახლში ნუ ღარ მოხო. გამარჯობა. თქვენთან ერთი კაცი უნდა იყოს. კაიჰანი აქ არის? ის არა, მაგრამ უფროსი აქ არის. იარაღი თან გაქვს? ხო, მოამზადე. გამარჯობა. ხედავ რა მოხდა. როგორ შეასკდნენ ერთმანეთს. ძალიან მაგარი იყო. კარგი. გისმენ მეგობარო, რა გინდა? ერთი გოგოა თქვენთან დერია ქვია. მითხრე აქ მუშაობსო. შენი შვილია? არა, ჩემი შვილი არ არის. აბა, შენი დიშვილია თუ ნათესავი? შეიძლება ასეც ითქვას. შეიძლება ასეც ითქვას? მეგობარო, ჩვენთან ეს არ ჭრის. ანუ, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენთან არ მიიღება, გასაგებია? მიდი გაიარე, წადი აქედან. ხო, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. მეგობარო, მომისმინე. ჩვენთან არის ერთი ქალი სახელად დერია. ეს მართალია. როგორც ჩანს, იმ ქალმა დერიამ ჯერ თავბრუდა გახვია, მერე კი მოგატყუა. ალბათ გითხრა რთული ცხოვრება მაქვს და გადამარჩინეო. ასე იქნებოდა ყველაფერი. ჯერა. მაგრამ მეგობარო, შენ ერთი რამე არ იცი. ეს ქალები როგორც კი მოგატყუებენ. ერთ-ორ დღეში ისევ ჩვენთან ბრუნდებიან. ასეა. მომისმინე. ამას იმიტომ გეუბნები, რომ შენზე ვღელო. გაიგე? ხო, მაგრამ თლადაცეც არ არის. ის საბრალო გოგო ერთმა კაცმა კაიჰანმა მოიტაცა. ოთახში ჩაკეტა. მერე კი აქ მოიყვანა. კარგი, მართალი ხარ, კაიჰანმა გააკეთა ეს, მართალი ხარ, კაიჰანმა გააკეთა. ყველაფერში ის არის დამნაშავე, მაგრამ როგორც ჩვენი დიდი მასწავლებელი მოლა ნასრედინი იტყოდა, შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? დაუშვათ დედამის მომთხოვა.
ახლა ყველაფერი გასაგებია, დედამისმა გთხოვა. კიდევ ერთხელ გეუბნები, როგორც ჩვენი დიდი მასწავლებელი მოლა ნასრედინი იტყო და ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? რა გაცინებს? რა გაცინებს მეთქი? ძაღლიშვილო, მოდი აქ. ამის დედაც აკაურობა უცბად პენსიონერების სახლად გადაიქცა. რა ხდება? გასართობად მოხვედით მოხუცებო? კიდათ გაერთოთ? შენ რა მართლანძალი თამუშავებ აქ გოგოებს? ბიძა ჩემო, ვინ ხარ? ვინ ხარ? ხვდები მაინც რას ამბობ ჩემზე? ხვდები მაინც რაში გაყავი თავი? დაწყნარდი. ბიძა ჩემო. იცოდე, ამას დაუჯერებ. კარგი. ემი რას ამბობდი განაგრძე? მომისმინე, ის გოგო აქ აღარ მოვა. ის ნაბიჯვარი ქაიჰანიც აღარ მოვა აქ. ამ ზღურბლს არც ერთი არ გადმოავიჯებს. მომისმინე, მე ემი მქვია. ხალხს ჩემი ეშინია. ძალიან ეშინია. შენს უფროსობას გითხე, ვინ არის ემი? მერე კი აქ მოდი და გააკეთე, რაც გითხარი. გაიგე, ნაბიჯვარო. ახლა ვერ უნდა უბრუნდებით. კიდევ გვაქვს რაღაც საქმე. რა საქმე? რას გულისხმობ? ეყოფა რა? რაში გაინტერესებს? ჯობია წავიდეთ. ვერ შეგვითხრას მისმა. წამოდი იდრის. არ შეიძლება ერთხელ მაინც არ გააპროტესტო. არა მოიცადე, არ შეიძლება. შენ სახლში წადი. დედას მიხედე, კარგი? კი, მაგრამ სახლში ხომ ის? ვიცი, ეს საქმე ჩემზეა. ის მაინც მითხარი, სად მივდივართ. რამდენ შეკითხვას იძლევი იდრის? წამოდი, სადმე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. ეს არის და ეს. ალო. ჩვენ უკვე მოვდივართ. თქვენც მოდით, კარგი? გელოდებით. ერთი ამას დამიხედეთ. ყველაფერი წინასწარ დაუგეგმოს. კარგი, გეყოფა, წავიდეთ. რა ხდება? ძმაო, არ ვიცი, მოულოდნელად დაგინახეთ და მართალია, მე შემეშინდებოდა. ისე მოულოდნელად გამოვეცხადეთ, როგორც მეკობრე ჯეკი. ეგ რაღაცა. კარგი, წავიდეთ. საით ძმაო? ნუ გეშინია, სასაკლაუზე არ წაგიყვან. ამჯერად სალაპარაკოდ მივდივართ. წავედით. ძმაო, ვერ წამოვა. დედა სახლში მარტოა. ნუ ნერვიულობ, დიდხანს არ გაგაჩერებთ. მივდივართ, რომ უფროსებს ხელზე ვემთხიოთ. წამოდი. ძმაო, ეგ საფხვევი არ მომწონს. იქნებ მაგის მაგიროთ რამე, ჭრელი მოგვეძებნა. წადი რა. მოხვედი? ამჯერად რა არ მოგეწონა? არა ძმაო, რას ამბობ? განა შეიძლება? არა, ბატონო მედად, თქვი? ძმაო, ახლა მათ იმას მივცემთ, რაც ჩეტოს წავართვით? არა მედად. მათ იქიდან მივცემთ, რაც ქორწილზე გვაჩუქეს. მართლა? იმას მივცემთ, რაც ჩეტოს წავართვით მედად. ძმაო, რა თქმა უნდა მივცემთ. მაგრამ იამაჩმა რომ გაიგოს რა უნდა ვქნათ. ან ღმერთმან უკნას,
ღმერთმა დაგვიფაროს, უფალმა მოწყალე თვალით გადმოგხედოს, ჯუმალი რომ მიხვდეს, რა უნდა ვქნათ? მე და თასე თუ მოხდება, გზა უნდა ვიპოვოთ და ყველაფერი იქ დავაბრუნოთ, საიდანაც ავიღეთ. ხო? ესე იგი უკან დავაბრუნოთ. უკვე ჭამა. Yemeğini yedi. შენს მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე დავაწვინე. ამ წუთას შევაკითხე ძინავს. აიშე. როგორ ხარ? ცოცხლობ როგორც ხედავ. ადვოკატს უთხარი რომ Demişsin avukata. არ დამერეკა და არ მეკითხა შენი ამბავი განქორწინების შემდეგ. ხო, ვუთხარი. მწვენია. ახლაც მწვენია. რატომ გააფუჭა ყველაფერი? Selim? შემთვის ეს არავის უკითხავს. არ იცი რატომ? გაინტერესებს რატომ ვერ გაგიგეს? რატომ ვერ შემიყვარეს? შენ თვითონ ვინმე შეიყვარე? შენს ოჯახს ხედავდი, Ya farkında mıydın ailenin? ანუ ამჩნევდი. ვინ არის შენი ოჯახი, Selim? Selim. განა შენ თვითონ არ გაგვიყე? Karaca'yı, Akın'ı. მე ქარაჯა, აკინი. En son ne zaman gittin? ბოლოს ziyaret როდის etmeye? ნახე აკინი? Artık იცი, seni აღარც sormuyor bile. გკითხულობს. Ama თუმცა bu მანამდეც ასე იყო, olanlardan სანამ ეს önce de ყველაფერი მოხდებოდა. yani მას yıllarca ოდესმე ყურადღებას აქცევდი. görmezden gelmedin. რა საჭიროა ამ ყველაფრის გახსენება, აიშე? მიუხედავად იმისა, რაც გადავიტანეთ, ამას მაინც გაიხსენებ? აკინი შენი შვილია. ამიტომ ამას სიცოცხლის ბოლომდე გავიმეორებ. მაპატია. რატომ არ მოხვედი? Be Selim. მარტო bizi რატომ iki başımıza დავტოვე? bıraktın? ვერ შევძელი. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. იმის გამბედაობა გეყო რომ ყველაფერი დაგენგრია და Bulmaya cesaretin გაგენადგურებინა. vardı da. მაგრამ სიტუაციის გამოსწორების შეგეშინდა. ქარაჯას ენდომება ჩემი ნახვა. შენ თვითონ კითხე. ვინ იცის სად არის მამა Babam ჩემი? kim bilir nerede? Karaca'yı ქარაჯას dinlemem ama ადგილას მე ben olsam მენდომებოდა. isterdim. Önce bir yamaç abi görsün. მამა თუ გინდა ჯერ იამაჩ მაგნახოს. Bizi biliyor musun baba? შეხომ გვიცნობ მამა. Biz kapında ზად ვარ გემსახურ. Aslan. ჩემო ლომებო. ჩემო ქემო. Yabani. ჩემო ლომ. Aslansız.
მეთინ. Olsun. არა უშავს მამა. Yaşıyoruz. რაც არის. ჯელასუნ. შვილო. ჩემო ჯელასუნ. მამა, როგორ ხარ შვილო? კარგად მამა, შენ როგორ ხარ? მიხარია შენი ნახვა. უკვე მიდიხარ? არ წავიდე? არა. რა იყო? ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. რაში? რატომ გინდა რომ დავრჩე? ამას აქშინის გამო მეუბნები თუ შენ გამო? ჩემ გამო. ძალიან მომენატრა. თუ ასეა დავრჩები. ძალიან კარგი. რა ხდება? არაფერი არ ჩანს. არაფერია. ბიჭებო, ისე გაქვთ თმადაწვერი მოშვებული, სახი არ გიჩანთ. სულ წახვედით ხელიდან. რას გავხარ? უსმენეთ ამას ვინ ამბობს. თითქოს ძალიან განსხვავდები ჩვენგან იდრის. მე სხვა ვარ. ვერთო ჩემო. ვითომ რატომ? რა ვიცი, ასეა. ასეა ემი. ის სხვა. ჩვენი მამა. მამობის კიდევ შემრჩა რამე. უკვე დავბერდით. ბაბუები ვართ. მამობის აღარაფერი გვეთყობა. Yamaçı ile şöba. რამდენჯერმე იყო აქ მოსული. უმადური არც რეკავს, არც მეძებს. კარგად არის ემი. ცდილობს თავი დაიმკვიდროს. პარასკევს, ხო, პარასკევს ნახეთ, არა? ხო, პარასკევს ნახეთ. ალიჩოსთან ერთად, არა? სულ ერთად დადიან. ჩვენი გოგო როგორ არის? კარგად ზრუნავ მასზე. ვცდილობ, მამა. როგორც შემიძლია ვცდილობ. ოჩახ. დედას პრობლემები აქვს. სამწუხაროდ ვერავინ გადარჩა. რაც ის უბედურება დაგვატყდა თავს. ბოლო დროს დედა და აქშინი ერთმანეთს საერთოდ ვეღარ უგებენ. მაგრამ მათი მადლობელი ვარ.
ქარაჯასა და სენას გულისხმობ. ახლა მათთან არის. როცა ვიფიქრებ, ყველაფერი დასრულდა მეთქი. მან გამომიწოდა დახმარების ხელი. თავის სახლში გადაიყვანა. ექიმები მოუყვანა მამა. ყველაფერი მოგვარდება, ღვთისწყალობით ყველაფერი მოგვარდება. შვილო, დახმარება უნდა ითხოვო, როცა გჭირდება. ეს უღირს აქციელად არ ითვლება. Esmiş. ისმინე შვილო. შენ თუ იმედს დაკარგავ, ხელს ჩაიქნევ, მათი საქმეც უკან წავა. გვეტყვი, გვეტყვი დამეხმარეთო. აუცილებლად გვეტყვი. შენ შეძელია მის თქმა. შენ ვერ შეძელი? დავლიოთ. გემრიელად მიირთვით. Sabahtan uğradım ben bir fidana dedim mahmur musun ცოტა ხმას დაუწიე. ლაპარაკობთ. მიდი. შენც მოусმინე ამას იდრის კოჩოვალი. მოიცა. ჯელასუნ. ჩემს მეგობარს ძალიან უყვარდა ქარაჯა. მოდი და აქ მითხარი რაც გინდა. არა, არ მინდა. მე ყოფა. თქვენ კი გემრიელად მიირთვით. კარგი. მოიცა. ასე არ გამოვა. დაწყნარდით. ასე რატომ ლაპარაკობ? მოდი თუ რამის თქვა გინდა.